ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებული ჩინური საწარმოები ჩინეთის ელჩმა იმერეთის ვიცე-გუბერნატორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. რაიონში 2 ჩინური კომპანია ფუნქციონირებს, სადაც 80-მდე ადგილობრივია დასაქმებული. დაიგეგმა მომავალში განსახორციელებელი პროექტებიც აღინიშნა, რომ 2015 წლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ფონა მოლითი ძირულას 40 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება, რომელიც ავტობანის მშენებლობის პერიოდში ცენტრალური მაგისტრალის ალტერნატივა იქნება. პროექტს აზიის განვითარების ფონდი დააფინანსებს. ეს არის ტერიტორია, სადაც არის საწარმოო, სადაც ჩინური კომპანია, რომელიც აწარმოებს ინერტულ მასალას. მოგეხსენებათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზაა, უახლოეს ხანში მთავრდება პროექტირება ჩუმათელეთი ხარაგაულის გზის და თანაც აქ ეს იქნება მრავალი 10 მილიონი, რამდენიმე 10 მილიონიანი პროექტი. ნუ ახლა დიდი იმედი გვაქვს, რომ ახლა ჩინური კომპანიაში ვართ, ასე რომ აქ საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება და ეს ბევრი ინვესტიცია შემოვა ამ მიმართულებით და ამ ხრივაც საინტერესოა ჩვენი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის ელჩი გსტუმრობს, ეს პატივიცაა და ჩვენ საკმაოდ საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ. აქ დასაქმებულები არიან ხარაგაულელები, რომლებიც გარკვეულ შემოსავალს იღებენ. იგეგმება ამ წარმოების გაფართოება და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ხარაგაულელის დასაქმება. მიგვაჩნია, გარდა ამისა, ჩინური კომპანია ხარაგაულში ახორციელებს სერიოზულ პროექტებს, ეს არის გვირაბების მშენებლობა, სადაც ასევე გარკვეული რაოდენობის ხარაგაულელები არიან დასაქმებულები. იუებინს უმასპინძლეს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმშიც. ელჩმა რაიონში აღმოჩენილი უძველესი ძვირფასეულობა და საყოფაცხოვრებო ნივთები დაათვალიერა. მოეწყო ჩინური კულტურის ამსახველი ფოტოების გამოფენაც. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ჩამოვედი, რათა ახლოს გავიცნო თქვენი მშვენიერი მხარე. მონაწილეობა მივიღე ფოტო გამოფენაში ჩინეთი საქართველოს თვალით. ჩინეთში იმყოფებოდა ქართველი ფოტოგრაფი რამაზ ბლუაშვილი. მან ათასობით ფოტო გადაიღო, რომლებიც დღეს აქ გამოიფინა. ფოტოებში ასახულია, როგორც ხედავთ, ძველი ჩინეთი, ახალი ჩინეთი, არქიტექტურა, ხალხი, აბსოლუტურად ვეცადე რომ ისე შემერჩია გამოფენის ფოტოები, რომ ადამიანი, რომელიც ნახავდა, მაქსიმალურად ფართო შთაბეჭდილება შექმნოდა ჩინეთსა და ჩინელ ხალხზე. დღეს კი აგერ ჩემ მშობლიურ ხარაგაულში, მუზეუმში მთხოვეს, რომ გავეკეთებინა გამოფენა და ჩემთვის ძალიან საამაყოა ეს ფაქტი, რომ ჩემს ხარაგაულში მე ჩამოვიტანე და ხარაგაულელებს კიდევ ერთხელ გავაცანი. საინტერესო და მნიშვნელოვანი არის მსგავსი ტიპის გამოფენები ტარდებოდეს რეგიონებში, ვინაიდან მნიშვნელოვანია თვითონ აქ რეგიონში მცხოვრებმა ადამიანებმა უკეთ გაიგონ და შეიცნონ ისევე როგორც ისტორია, ასევე კულტურა სხვადასხვა ერების, მათ შორის ჩინეთის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ღონისძიებები ხელს ქართველი და ჩინელი ხალხის დაახლოებას შეუწყობს. არასწორად დაწყებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები თუ უბრალოდ უპასუხისმგებლობა. ბერძენაძის ქუჩაზე გზის საფარის მოსაწესრიგებლად მოსამზადებელი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყო. მოსახლეობის თქმით, მძიმე ტექნიკის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მიწისქვეშა კომუნიკაციები დაზიანდა. ამორტიზირებულია სასმელი წყლის გაყვანილობა და საკანალიზაციო მილები. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ივსება კანალიზაცია წყლით, მერე წყალი მიდის და პირიქით ხდება წყლის სისტემაში გადასვლა კანალიზაციის ფექარული მასების და ეს წამლავს არა მარტო ამ ქუჩას, ფერქალაკს წამლავს. ყველგან ნაწილდება და ჩვენ მოსახლეობა ვინც ვართ, აქ სანამ არ გაკეთდება თავიდან ბოლომდე წყლის სისტემა, არ გამოიცვლება 70 წლის წინანდელი კანალიზაცია, რადგან ამას გამტარიანობა არასდროს არ ქონდა. ნახევარი საათის წვიმის შემდეგ, ჩვეულებრივი წვიმის შემდეგ ივსება საერთოდ მთელი სისტემა კანალიზაციის. და სილა მოყვება ამ წყალს. და არის ვედრო ძირი მოსილი სილით და ესე იგი ამ წყალს სმერთ ადამიანები. არ ხდება ლაბორატორიული შემოწმება, ალბათ ეს ცენტრალურად, თორემ კონკრეტულად რომ ჩვენ თხოვნილოზე ჩემი შეამოწმე და მისი დატოვება ასე არ ხდება. და საერთოდ არის ყურადღება მისაქცევი კეთილმოწყობის სამსახურიდან. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პასუხისმგებლობას ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურს აკისრებს, რადგან მილები მიმდინარე სამუშაოების დროს დაზიანდა. ერთი კვირის წინ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გამოცვალა 250 გრძივი მეტრის წყალგაყვანილობის სისტემა. ეხლაც სამუშაოები რაღაც ნაწილზე დღესაც მიმდინარეობს, თუმცა აი პრობლემა, არსებული პრობლემა არის
საკანალიზაციო პრობლემა, ეს გამომწვეული იქიდან რომ მიმდინარეობდა გზის საფარის მშენებლობა და იქ რაღაც უდიერად მოექცნენ ალბათ მშენებლები და ეს ხრეში და ეს ზედმეტი ნარჩენები საკანალიზაციო ქსელში დაფარეს ეს ჭები და ამ საქმის კურსია ჩაყენებული ქუთაისის მერია. ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ ბასილაძის განმარტებით შექმნილი მდგომარეობა მუშა პროცესით არის გამოწვეული, რაც უახლოეს მომავალში მოგვარდება. ქუჩაზე მოსამზადებელი სამუშაოების პერიოდში წყლის სისტემები დაზიანდა, გამოიწვია იქ წყლის ქცევები, რამაც გავლადი ვერ გახადა ეს ქუჩა და მოხდა მსხვილმარცვლოვანი ღორღის შეტანა, რომ სატრანსპორტო საშუალებებს ჰქონოდათ საშუალება გადაადგილებულიყო. თავისთავად მუშა პროცესში ალბათ სავარაუდოდ რომ წარმოიშვა ეს პრობლემა, რომ ჩაიყარა საკანალიზაციო ჭებში ჩაიყარა ღორღის ნაწილი და ორგანიზაციამ დღეს დაიწყო ამოსუფთავება ყველა ჭირის, რათა მოსახლეობას ეს პრობლემა მოხსნოდა. ამასთან ჩართული არის წყალკანალის ორგანიზაციაც, თუ კი საჭირო იქნება იმათი დახმარება, იმასაც მოვიხმართ, რომ ეს პრობლემა გამოუსწორდეს მოსახლეობას. იმ შემთხვევაში, თუ კი მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულყოფილად არ მოწესრიგდება, ბერძენაძის ქუჩის მცხოვრებლები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გზის საფარის დაგების საშუალებას არ მისცემენ. გზავრებს ქუთაისში ამიერიდან განსხვავებული შიდა საქალაქო ტრანსპორტი მოემსახურება. ტრანსპორტის სამსახურის მიერ გამოცხადებული კონკურსი დასრულდა, რომლის შედეგად 19, 10, 33 და 38 სამარშრუტო ხაზებს ის მძღოლები დაიკავებენ, რომლებმაც წინასწარ გაწერილი საკონკურსო პირობები დააკმაყოფილეს. სამარშრუტო ხაზები ეკუთვნოდა შპს 3+, რომელმაც ბიუჯეტის დავალიანება არ გადაიხადა. ჩვენ ხონდა კანონიერი უფლება, რომ სანებართო პირობები ჩამოვართვით სანებართო პირობები, გამოვაცხადეთ ხელახალი კონკურსი და მინდა გითხრათ, რომ ესე ის ტრადიციულად დანერგილი წესი, რომ ერთი და იგივე კომპანიები ღებულობდა ყოველთვის კონკურსში მონაწილეობას, ფაქტიურად დღესდღეობით აღარ არის. სულ სხვა კომპანია არის შემოსული, ერთიც მეორეც. და ამიტომ არის კონკურენცია, დღეს გადავწყვიტავთ ვინ გაიმარჯვებს, მანქანები თქვენ თავადაც უყურებთ, რომ საკმაოდ კაი ავტოპარკი ყავს წარმოდგენილი. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საზოგადოებრივი განათლების ცენტრის პრეზენტაცია შედგა, რომლის მიზანია საგანმანათლებლო სამეცნიერო კვლევითი, საკონსულტაციო და საგრანტო საქმიანობების განხორციელება. ცენტრში ასევე არსებობს სასწავლო ტრენინგ პროგრამები, ერთ-ერთი აღმზრდელის მომზადებასა და დასაქმებას ისახავს მიზნად. დაგვებადა იდეა, რომ გავიკეთებინა, გადაგვიმზადებინა ძიძები და მათი დასაქმებას მოგვიხდენა. ამას დაკავშირებით შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რომელიც არის საერთაშორისო სტანდარტებით და მორგებულია ქართულ ტრადიციებს და ქართულ მდგომარეობებს. მათ ქვეზე გადავამზადეთ, გვაქვს 70 აკადემიური საათი. ამას დაკავშირებით შემდეგ მოვახდენთ კვალიფიციური აღმზრდელებზე ორენოვან სერტიფიკატს, ეს არის ქართული ინგლისურენი სერტიფიკატი და შემდეგ მათ დასაქმებას ოჯახებში, როგორც ქართულ ოჯახებში, ასევე უცხოურ ოჯახებში და საზღვარგარეთ შეუძლია ჩვენი სერტიფიკატის ფუნქციონირება. ქუთაისში და საერთოდ საქართველოში არსებობს ოჯახში ბავშვის აღმზრდელების დაქირავების აყვანის პრობლემა და მათი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი იყვნენ კვალიფიციური კადრი, რომ შეეძლოთ ბავშვთან მუშაობა არა მარტო მოვლის თვალსაზრისით, არამედ ბავშვის განვითარების თვალსაზრისით. აღმზრდელის მომზადების და დასაქმების პროგრამა სწორედ ბავშვის განვითარებაზე არის ძირითადად ფოკუსირებული. დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. გარემოს დაცვითი გლობალური პრობლემებისა და ეკოლოგიური განათლების თავისებურებების შესახებ ქუთაისის სკოლების პედაგოგებმა ისაუბრეს. შეხვედრა იმერეთის მეცნიერთა კავშირ სპექტრის ორგანიზებით გაიმართა, სადაც მათ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პუბლიკაციების წარმოადგენს. უკვე წლების მანძილზე ასეთ შეხვედრებს ატარებს. დღეს კი გადავწყვიტეთ ჩვენი ქალაქის პედაგოგებისათვის ჩაგვეტარებია აღნიშნული ღონისძიება და კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ადამიანებს, რომ ყოველი ჩვენი დღე დედამიწას ეკუთვნის. ძალიან მნიშვნელოვანი არის აღნიშნული ღონისძიებები საერთოდ ჩვენს ქალაქში, ჩვენს სკოლებში, იმიტომ რომ აუცილებელი არის როგორც მოსახლეობამ, ასევე ახალგაზრდობამ კიდევ ერთხელ ინფორმაცია მიიღოს, რა თქმა უნდა, ეკოლოგიური პრობლემების შესახებ, იმიტომ რომ პირველ რიგში აუცილებელია ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში, შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ვიცხოვროთ, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესით.
კულტურის სამინისტროს ინიციატივით სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების პედაგოგთა გადამზადება დაიწყო, რომლის საშუალებითაც რეგიონებში მომუშავე პედაგოგებს მეთოდური დახმარება გაეწევათ. კულტურის სამინისტროს პროექტი საქართველოს მასშტაბით 9 რეგიონში განხორციელდება. სემინარს კონსერვატორიის პროფესორ მასწავლებლები 4 სასწავლო დისციპლინაში ჩაატარებენ. ძიმე მდგომარეობაა თქვენს კარგად იცით რეგიონებში და ესე გადავწყვიტეთ, რომ რაღაცა პატარა მხარდაჭერა გამოვცხადოთ და ახალი ესეთი პროექტია, ტრენინგები საქართველოს რეგიონების სახელოვნებო და სამუსიკო სკოლის მასწავლებლებისთვის. აი ესე ქვია. აუცილებელია პატარა ტრენინგების ჩატარება საქართველოში, რომ ვიცოდეთ, სად ვინ როგორ ატარებს ამ გაკვეთილებს. ეს არის საერთო ინტერესებისთვის, იმიტომ რომ ჩვენთან ცოტა დაავიწყდათ ეს ხარე და ახლა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო კულტურის სამინისტროს, რომ ეს პროექტი წამოიწყო. რამდენიმე ათეული წელი არის ამ სფეროს პედაგოგებს არც გადამზადება და არც ტრენინგი არ ქონიათ, ხოლო რაც შეეხება რაოდენობას და პედაგოგების ვინაობას, აქ ქუთაისის ყველა სამუსიკო და სახელოვნებო სკოლის პედაგოგი გაივლის გადამზადებას ამ 2 დღის განმავლობაში და ეს პროექტი არის კულტურის სამინისტროს და კონსერვატორიის ერთობლივი პროექტი. ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, ასევე განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა. დაერგო აკაციის, მუხისა და იფანის 50 ძირინერგის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა პერფორმანსიც მოაწყვეს. დედამიწას წერილების სიმბოლურად საჰაერო ბუშტებით გაუგზავნეს. მადლობა გადავხადო პირველ რიგში ბუნებრივი რესურსები, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რათა დაგვეხმარა და მოგვაწოდა ნერგები. ჩვენ მივმართეთ ქალაქის შესაბამის სამსახურს, კეთილმოწყობის სამსახურს, რომელიც მოგცა ტერიტორია, ანუ ეს არის ქუთაისის შემოსასვლელი, სადაც დღეს დავგავთ 50 ნერგს, აქედან იქნება რაღაც ნაწილი მუხა, ნაწილი ფიჭვი. დედამიწის დღესთან დაკავშირებით მთელი კვირეული ჩატარდა, სადაც სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები მოეწყო. დღევანდელი დღე ფინალი ამ ღონისძიებების ადგილობრივ თვითმმართველობასთან, კონკრეტულად სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურთან თანამშრომლობით ქუთაისის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებმა მიიღეს ნერგები გარემოს დაცვის სამინისტროსგან. შექსპირის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში საჯარო ლექცია შექსპირი კინოში წაიკითხეს. კინომცოდნე თამთა თურმანიძემ იმ რეჟისორების შემოქმედებაზე ისაუბრა, რომლებმაც სამუშაო თემად შექსპირი აირჩიეს. ძალიან სასიამოვნო რომ ტარდება საერთოდ შექსპირის კვირეული უნივერსიტეტში, იმიტომ ეს მნიშვნელოვანი არის სტუდენტებისათვის, მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ყველასთვის, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმ პრობლემატიკაზე, რაც ბოლო 450 წელია დგას კაცობრიობის წინაშე. შექსპირი კინოში კი საკმაოდ საინტერესო თემა არის, იმიტომ რომ კინემატოგრაფი თავისი ვიზუალური საშუალებებიდან გამომდინარე განსხვავებულად წარმოაჩენს იმ ტრაგედიებსა თუ კომედიებს, რაც შექსპირის მემკვიდრეობას წარმოადგენს. საუბრეთ დავიმსჯელოთ სხვადასხვა ფილმებზე, რომლებიც შექსპირის შემოქმედებას მიეძღვნა და დღეს პირველ კურსელებს აქვთ საშუალება იხილონ რომეო და ჯულიეტა, ეს ძალიან დიდი შანსია მათთვის, არის ინგლისურენოვანი ფილმი და აგრეთვე დაეხმარება მათ თავიანთი ინგლისურის გაუმჯობესებაში. ლექსიის შემდეგ მწვანე დარბაზში დღესვე სტუდენტებისთვის კინოჩვენება მოეწყო, სადაც რომეო და ჯულიეტას თანამედროვე ვარიანტი იქნა წარმოდგენილი. ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი ლექცია. მე ძალიან დაინტერესებული ვარ ზოგადად შექსპირის შემოქმედებით და ამიტომ თვალყურს ვადევნებ ყველა სიახლეს თუ თქვათ ფილმებს, რომლებიც მანამდეა გადაღებული, თუმცა სიახლეები რა თქმა უნდა იყო ლექციიდან. ძალიან ბევრი საინტერესო რეჟისორზე იყო საუბარი, როგორც არის თქვათ ორსონ უელსი, ფრანკო ზეფირელი, თანამედროვე ინტერპრეტაციები, როგორც არის თქვათ დღევანდელი ფილმის ჩვენება, რომელიც გაიმართება ბაზ ლურმანის. შექსპირის საიუბილეო კვირეული აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 23 აპრილს დაიწყო და 1 მაისს დასრულდება. დღეს სამედიცინო კორპორაცია ევექსის ჰოსპიტალებს GCI-ის ექსპერტი ეწვია. გუნევ საფაკემ ვიზიტის ფარგლებში კორპორაციის მმართველობაში მყოფი ჰოსპიტალები დაათვალიერა და იქ არსებულ მდგომარეობას გაიცნო. მოთხოვნა ხარისხიანი და მაღალი სტანდარტების მქონე მომსახურებაა. შეხვედრაზე GCI-ის მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. დღეს დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრში სტუმრად არის GCI-ის საერთაშორისო აკრედიტაციის კომისიის ექსპერტი. GCI
არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამკვიდრებს მსოფლიოში სამედიცინო მომსახურებების ხარისხის სტანდარტებს და შემდეგ ამ სტანდარტების მიხედვით ხდება შეფასება კლინიკების და მათთვის აკრედიტაციის ხარისხის მინიჭება. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ვითანამშრომლოთ GCI-სთან და შესაბამისობაში მოვიყვანოთ ჩვენი კლინიკის სამედიცინო მომსახურებების ხარისხი, რათა ჩვენთან მკურნალობა გახდეს უსაფრთხო და მაქსიმალურად კომფორტული. ჩვენს ქსელში ეს 36 საავადმყოფო არის 1907 საწოლი და დაახლოებით 10000-მდე თანამშრომელი მუშაობს ჩვენ ქსელში. და ჩვენ ვართ თითქმის ჩვენ ფაროთ საქართველოს უმრავლესობას დაახლოებით ჩვენ ვართ 6 რეგიონში საქართველოში და ჩვენ მოცულობა არის საკმაოდ დიდი, ჩვენ ყველაზე დიდი ჰოსპიტალური ქსელი საქართველოში. და ჩვენი დიდი ფუნქცია არის რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიტანოთ არა მარტო მოცულობა, არამედ ასევე ხარისხი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი პაციენტებისათვის. ეს პაციენტების უმთავრესი. და ტრეინინგები მსახურება იმის, რომ ჩვენი EVEX-ის თანამშრომლები კონდეს საშუალება, რომ გადამზადდნენ, უწყვეტი სამედიცინო განათლება მიიღონ და მერე რა თქმა უნდა, ასე სხვა პარტნიორებთან, სხვა ორგანიზაციებთან რომ ვითანამშრომლოთ. გუნევ საფაკი ცნობილი სააკრედიტაციო ცენტრის წარმომადგენელია და ის ჰოსპიტალების აკრედიტაციას ხელმძღვანელობს, ასევე ადგენს ჰოსპიტალური სექტორის ხარისხსა და საერთაშორისო სტანდარტებს. იგი უსაფრთხო და მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდების გარანტია. გუნევ საფაკიმ ქუთაისის სასწავლო ცენტრსა და დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრში არსებული ვითარებაში აფასა. მოხარული ვარ ჩემი ვიზიტით საქართველოში. დღეს მე სამედიცინო კორპორაცია EVEX-ის ჰოსპიტალების დათვალიერების საშუალება მომეცა. მოხიბლული ვარ ტრენინგ ცენტრის არსებობით. განსაკუთრებით პრაქტიკული ოთახი მომეწონა. აქ ყველაფერი მაღალ დონეზეა გაკეთებული. ასევე დავათვალიერე დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრი, რომელიც თანამედროვე აპარატურით და ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი. GCI-ის ექსპერტი ქუთაისის გარდა საქართველოს სხვა კლინიკებშიც იმყოფებოდა.